კვირა ასოციაცია ეთერშია ტელეკომპანია ერა საინფორმაციო გამოშვება კვირის ამბები მე ია გოლიაძე ვარ საღამოშვიდობის. ბათუმი ოდესა ბიზნეს ფორუმი გაიმართა სასტუმრო რედისონში. უკრაინული კომპანიების წარმომადგენლები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ქალაქის ეკონომიკური განვითარების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. ოდესელი ბიზნესმენები კაპიტალ დაბანდებას 4 მიმართულებით განახორციელებენ. რეგიონის საინვესტიციო გარემოს უკეთ გასაცნობად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ფორუმის მონაწილეებს ვიდეო რგოლი შესთავაზა, რომლისთვისაც 65,000 ლარი დაიხარჯა. ფორუმი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. მიზანი აღვნიშნეთ, რომ ეს იყო რეგიონის პრომოუშენი, რაც შეეხება შედეგს ერთი კვირის განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოვიტანა საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთს, რომელთაც დაინტერესებული არის უკრაინის მხარე, ეს იქნება ქედის მუნიციპალიტეტში. პატარა სასტუმრო გაკეთება და შესაბამისად მოეწყობა კარგი ინфраструктура, ასევე მიმდინარეობს სხვა პროექტებზე მუშაობა და შედეგებს ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ. Первое, что мы хотим сделать, это сегодня создать такую атмосферу, при которой дружественные наши делегации могут обмениваться напрямую и не только контактами, но и своими идеями. Нам очень нравится, как инвестиционный проект свободных экономических зон, который в автономной республике Аджарии присутствует, может быть реализован с помощью украинских инвесторов. Нам достаточно для этого всего лишь сформулировать предложение по венчурному фондированию, по созданию венчурных фондов, для того, чтобы инвестиции в Аджарию входили в специализированные проекты. ჩვენ წარუდგენთ ამ ბიზნეს ფორუმების პერიოდში მათ შესაბამის ინფორმაციას ჩვენი თქვათ საფინანსო ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, იმ პროექტების შესახებ, რომელიც ხორციელდება, ამიტომ თვლი ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ ბიზნეს საქმიანობით, არამედ ქალაქის პრომოუშენის, ასე ვთქვათ, ქალაქის პოპულარიზაციისათვის. ვფიქრობ, რომ ბევრი საერთო გვაქვს, ბევრი საინტერესო პროექტი შესახებ უკვე იყო საუბარი, მოთელვითი საუბარი. ჩვენი მთავარი მიზანია სახელმწიფოს მთავრობის მხრიდან რომ მოხდეს ჩვენი რეგიონის პოტენციალის, ასე ვთქვათ, მათ მიერ დანახვა. ჩვენ ამით ხელს უწყობთ, ვფიქრობ, კლიენტების მოზიდვასაც ამ ინვესტორების სახით და ინფორმაციის გავრცელებას კონკრეტულად ოდესაში. ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას ექსპო ბათუმი 2015-ს ბათუმმა წელს მერვე უმასპინძლა. ღონისძიება ტრადიციულად სასტუმრო შერატონში გაიმართა. გამოფენის მხარდაჭერები აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, სავაჭრო სამრეწველო პალატა, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ბათუმის ტურისტული სააგენტო იყო. ქვეყნის 80-მდე კომპანია დამთვალიერებელს საკუთარი ქვეყნებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციას 3 დღის განმავლობაში აწვდიდა. საერთაშორისო გამოფენა ექსპო ბათუმის მრავალფეროვნებას ხელნაკეთი ნამუშევრების, სასტუმროს დეკორაციები, სხვადასხვა ქვეყნიდან თუ საქართველოს კუთხეებიდან ჩამოტანილი ნივთები ქმნიდა. ექსპო ბათუმი 2015 ოფიციალურად აჭარის მთავრობისა და სხვა უწყებების თანამდებობების პირებმა გახსნეს. მიმართული არის, იცით, ტურიზმის განვითარებისკენ, ტურისტული სექტორის და ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, ასევე დამატებით ტურისტების და ვიზიტორების ჩვენი აჭარისთვის და რეგიონში, მთლიანად საქართველოში მოზიდვისთვის. თითოეული ქვეყნისა თუ დაწესებულების კუთხეში მონაწილეებმა საცნობარო და საკონტაქტო ინფორმაცია განათავსეს. გამოფენის ორგანიზატორია კომპანია GeoNet Expo, რომლის მიზანით საკურორტო ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილების პოპულარიზაციაა. კერძო სექტორთან ერთად გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც მონაწილეობდა. ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ტურიზმის და ტურისტული სფეროს ახალისებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბათუმში ტარდება ასეთი გამოფენა. კერძო სექტორს რაც შეეხება, ეს გამოფენა ეხმარება მათ ბიზნესის განვითარებაში და კონტაქტების დამყარებაში. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ წლებში გამოფენის მასშტაბები გაიზრდება და უფრო მეტი უცხოელი ვიზიტორი ჩამოვა და უფრო მეტი კონტაქტის დამყარება შევძლებთ. ექსპო ბათუმზე სვანეთიდან წელს პირველად ჩამოვიდნენ. მათ დამთვალიერებლებს სვანეთის კუთხის გზამკვლევები გააცნეს. ძალიან კარგი რამე, უამრავი კომპანია წარმოდგენილი, უამრავი გრანდიოზული გამოფენა. ზოგადად ფიქრობ, რომ ეს გაზდის რეგიონში ტურისტების რაოდენობას.
წელს მაგალითად შარშა თუ იყო 40000 ტურისტი მესტიაში საშუალოდ ესე აღებული რეგისტრირებული დაახლოებით 30-40%-ით გაზდას. აქედან გამომდინარე ყოველ წელს ეს აუცილებელი რამეა, ძალიან კარგი რამეა, ყოველ წელს უნდა ტარდებოდეს. შერეული ცივილიზაციების ფონზე ქედის გუნით გახალისებულმა ანსამბლმა მოყვარემ ქართული ხალხური სიმღერა შემოსახა. ექსპო ბათუმი ცოცხალ ბუნებასაც მასპინძლობდა. მწვანე დეკორაციას გამოფენაზე ბათუმის ბოტანიკური ბაღი ქმნიდა. წარმოვადგინეთ ბამბუკების თემა ჩვენთან წელს არის ძალიან აქტუალური და ბამბუკებისაგან გაკეთებული სტენდი. სხვადასხვა დღეს ბამბუკების მურაბაც ჰქონდა დასაგემოვნებაც ძალიან ბევრი ადამიანი მოიხიბლა იმით რომ ვერ გამოიცნო და სასწაული იყო მათთვის რომ ეს დაეგემოვნებიათ. წარმოადგენთ სხვა მცენარეები, ეგზოტური მცენარეები, ადგილობრივი ფლორი და მათი მცენარეები ჰქონდა. კერამიკა, თექა, ნაქსოვი, ნაქარგი და ხელნაკეთი ნივთები, ვერცხლის სამკაულები, კანისა და სხეულის მოვლის საშუალებები და სასტუმროს ნომრისა თუ რესტორნის სუფრის იმიტაცია ამ ყველაფერმა თავი ერთ გამოფენაზე მოიყარა. Grand Grill რესტორანში 5 წელი ბათუმში მუშაობა. მე შეფ პოვერ სუათ თურქი ხალხი ვარ. აქ Grand Grill რესტორანში თურქული მენუ, ქართული მენუ და international menu არის. ყველას თევზი, ხორცი და ქართული მენუ, ყველას ქართული თურქული ხალხი კარგად მოგსოს, კარგად საჭმელი გავაგეთო. მე მინდა ბათუმში ყველას თურქული, ქართული, სხვა ხალხი მოიტანე ბათუმში მობზანდით ჩემი რესტორანში. ახლა შექმნილმა კომპანიამ მეტრო ატლას ჯორჯიამ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მშენებარე პროექტები წარმოადგინა. ჩვენ წარმოვაჩინეთ ახალი პროექტი ბათუმში, რომელიც შენდება ახალ ბულვარში. ეს არის თებერვალში დაიწყო 2015 წლის თებერვალში ჩვენი მშენებლობა და 2017 წლის აპრილში გეგმავთ დასრულებას. ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც იქნება 2 სასტუმრო და ასევე 2 საცხოვრებელი აპარტამენტები. ასევე აპარტამენტებს ექნებათ აუზი, ასევე ბოულინგ კლუბი ექნებათ ასევე კინოთეატრები, აუზი, პლაჟები და ასე შემდეგ. გამოფენა 22 მაისს მონაწილე კომპანიებს შორის გამართული გათამაშებით დასრულდა. მონაწილეები ექსპო ბათუმის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ბათუმში უკვე მსოფლიო ბრენდის ჰილტონის სასტუმრო კომპლექსი ფუნქციონირებს. გახსნის ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და ჰილტონის გენერალურ მენეჯერთან ერთად დაესწრო. პროექტის განსახორციელებლად 120 მილიონი დოლარი დაიხარჯა. სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტის საკონფერენციო დარბაზები, 2 აუზი და კაზინო აქვს. შენობა 2 კოშკისგან შედგება. 5 ვარსკვლავიან სასტუმროში 247 ნომერია და მასში 200-მდე ადამიანია დასაქმებული. ჰილტონს სასტუმროთა ქსელი მსოფლიოს 76 ქვეყანაში აქვს. ბათუმში სასტუმრო ჰილტონმა შემოსვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2009 წელს შეპესე ტურ ინვესტის მოწვევით მიიღო. ვფიქრობ, რომ ჩვენი სასტუმრო რეგიონში ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ევროპასა და აზიაში ქალაქის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. სასტუმრო 257 ოთახიანია, რომელშიც ამ ეტაპზე 200-მდე პირია დასაქმებული. ბათუმის დინამო ევროპის ლიგაზე რამოს ამზადებელ ეტაპებს გაივლის გუნდი ევროასპარეზის წინ იგეგმება თუ არა შემადგენლობის გაძლიერება და გაიზრდება თუ არა კლუბის ბიუჯეტი. ამ და სხვა თემებზე გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი ბათუმის დინამოს დირექტორი ისაუბრებს. მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩავიდა. არჩილ ხაბაძემ ახალაშენებული კულტურის სახლი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. 400 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქობულეთის ახალაშენებული ორსართულიანი კულტურის სახლი მთავრობის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 2.300.000 ლარი დაიხარჯა. მინდა გითხრათ, რომ 2014 წელს დავიწყეთ ორწლიანი პროექტი, ქობულეთის კულტურის ცენტრის პროექტი, რომელიც სადაც დაიხარჯებოდა 2.300.000 ლარი. მინდა გითხრათ, რომ დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქობულეთს ღირსეულად
ეკუთვნოდა და მიიღო კულტურის სახლი, კულტურის ცენტრი, სადაც განთავსდება და მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები. შენობის არქიტექტურულ დიზაინზე ქართველ არქიტექტორებთან ერთად ესპანელმა სპეციალისტებმაც იზრუნეს. პირველ სართულზე ადმინისტრაციული და მსახიობების ოთახები, სცენის დამხმარე ფართი, საკონფერენციო დარბაზები, ხოლო მეორე სართულზე სარეპეტიციო დარბაზები, სტუდიები და მცირე საგამოფენო კუთხე განთავსდა. თანამედროვე მსოფლიო ევროპის სტანდარტებით გათვალისწინებული შენობა არის, სადაც აბსოლუტურად ასევე გათვალისწინებულია შუშუმ პირებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურებაზეც და მე ვფიქრობ, რომ ქობულეთს სეზონის დასაწყისში ძალიან ლამაზი, კარგი ობიექტი შეეძინება. მთავრობის თავმჯდომარემ ხუთსუბანი ნაკაიძეების საავტომობილო გზის მოასფალტებითი პროცესიც მოინახულა. სამუშაოების ღირებულება 400.271 ლარია და მას ტენდერში გამარჯვებული შეპესე მარჯინი ასრულებს. კილომეტრნახევრიანი გზის მონაკვეთის მოასფალტება 1 აპრილს დაიწყო და დასრულება თვის ბოლოსთვის იგეგმება. ამ ეტაპზე სამუშაოების 30%-ია შესრულებული. იგება კილომეტრნახევარი გზა და პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 400.000 ლარს. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის ქალაქთან ახლოს არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში აქ მოუწესრიგებელი იყო საგზაო ინფრასტრუქტურა, გაუვალი იყო ფაქტიურად აქ სავალი ნაწილი გზის, ასევე მოსაწესრიგებელი იყო სანეაღვრეები და მოსახლეობის მრავალწლიანი მოთხოვნა იყო, რომ აქ დაგებულიყო ასფალტ-ბეტონის საფარი. კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი დასრულდება რამდენიმე დღეში და ეს მოსახლეობის მოთხოვნაც იყო და წლების განმავლობაში ეს პრობლემა იყო მოუგვარებელი, ასევე დავათვალიერეთ მიმდინარე სამუშაოები გელაურში კანალიზაციის სისტემების. ამ წუთას ვიმყოფებით ქობულეთის რუსთაველის ქუჩაზე, სადაც მოხდება ბორდიურების და ტროტუარების ჩამოსხმა, გაკეთება და ეს საკითხიც ბოლო ათეული წლების განმავლობაში არ იყო მოწესრიგებული და ჩვენ ვაპირებთ ახალ სეზონის დაწყებამდე ამ პრობლემის მოგვარება. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით 21 მილიონი ლარი დაიხარჯება. მიმდინარე წელს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებად საბავშვო ბაღების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და წყალკანალიზაციის სისტემების მოწყობა, რეაბილიტაცია განისაზღვრა. დაგეგმილია შიდა საქალაქო ქუჩების რეაბილიტაციაც, რომლისთვისაც ჯამში 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ხელვაჩაურში მრავალფუნქციური სპორტ კომპლექსი გაიხსნება. სამუშაოები მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა. მშენებლობა 2013 წლის მაისში დაიწყო. შენობაში უკვე დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემები, მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა. სპორტ სკოლის ინვენტარიზაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გამარჯვებული გამოვლინდება. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აჭარისწყლის მშენებარე საბავშვო ბაღი მოინახულა. პროექტის ღირებულება 344.000 ლარამდეა. ორსართულიანი კაპიტალური შენობა 120 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში 3 ჯგუფი ფუნქციონირებს. დაახლოებით 1.5 მილიონი იხარჯება ამ პროექტში და ხელვაჩაურში მივიღებთ ძალიან ლამაზ, მე ვფიქრობ, მრავალფუნქციურ სპორტ სკოლას, რომელიც მოემსახურება დაბა ხელვაჩაურს და მიმდებარე სოფლებს და ეს იქნება, ვფიქრობ, ევროპული სტანდარტის თანამედროვე ტიპის შენობა ნაგებობა თავისი ყველა ინფრასტრუქტურით. რაც შეეხება ბაღს, ჩვენ აჭარისწყალზე ეს ბაღი მოემსახურება 120 ბავშვს, იქნება რამდენიმე ჯგუფი და ვფიქრობ ამ დასახლებას ერთხელ და სამუდამოდ მოეხსნება ბავშვთა ბაღის პრობლემა. ბრანდენბურგი და აჭარა სამომავლოდ სოფლის მეურნეობის ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მჭიდროდ ითანამშრომლებენ. გერმანიის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა მთავრობაში შედგა. საუბარი შეეხო სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. გერმანულმა მხარემ აჭარაში ევროსტანდარტების დონის სამედიცინო ლაბორატორიის გახსნის სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე ისაუბრეს დეტალებზე თუ რა კუთხით შეუძლია ბრანდენბურგის პარლამენტს მხარი დაუჭიროს რეგიონს ევროინტეგრაციის პროცესში. ინიციატივა გაჟღერდა ამ შეხვედრისას ჯანდაცვის დიაგნოსტიკური ცენტრის გაკეთება ორივე მხარის ჩართულობით. კონკრეტული გეგმები
ალბათ ამის შესახებ ნელ-ნელა განვითარდება სოფლის მეურნეობის ზოგადად საკითხებს შევეხეთ სხვადასხვა მიმართულებით, ესე იგი ევროკავშირში ჩვენი პროდუქციის და მათ შორის გერმანიაში ჩვენი პროდუქციის ექსპორტისათვის, ასევე სტუდენტების გაცვლაზე იყო განათლების კუთხით საუბარი და სხვადასხვა პროგრამებზე, რაც ჩვენს რეგიონს ხელს შეუწყობს ევროპაში ინტეგრაციისთვის. ბათუმის მერის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა მომავალი წლისთვის ჯანდაცვის პროექტები და საჭირო ბიუჯეტი წარმოადგინა. 2016 წლის ჯანდაცვის პროექტების პრეზენტაციაზე პრიორიტეტულ საკითხებად ისევ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები დასახელდა. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც მესამე და მეოთხე შვილი შეეძინებათ, ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია გადაიცემათ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის განცხადებით, წარმოდგენილი საკითხები სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება. საკითხს საკრებულოს ხდომაზე 10 ივნისამდე გაიტანენ. ძირითადი პროგრამები, რომლებიც ჩვენ მომავალში გვაქვს გათვალისწინებული, წელსაც მოქმედებს, გვაქვს სიახლეები, გარკვეულწილად ვაპირებთ გაზრდას სოციალური და ჯანდაცვის კუთხით ბიუჯეტის. სიახლეებს წარმოადგენს და კატეის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი პროგრამებით, მომავალშიც ისარგებლებენ, გაიზრდება მათი რაოდენობა, კატეგორიის და გვაქვს რაღაც გარკვეული სიახლეები, ეს შეეხება მარტოხელადედებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ეს არის პირველადი მონახაზი, ჩვენი ხედვა იმ პროგრამებისა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ 2016 წელს, რა თქმა უნდა, აქ იყო გამოთქმული გარკვეული შენიშვნები, ალბათ ვფიქრობთ, რომ გარკვეული შენიშვნების საფუძველზეც უფრო დაიხვეწება ეს პროგრამები და მომავალში უფრო გაზრდილი პროგრამ ბიუჯეტი გვექნება 2016 წელს. წელს ბიუჯეტი გვაქვს 8.834.000 ლარამდე, მომავალში იქნება 9.783.000 ლარამდე. საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში მე-12 კლასელებს გამოსაშვები გამოცდების ციებ-ცხელება აქვთ. ბათუმში 42 საჯარო და კერძო სკოლაში გამოცდაზე 1800-ზე მეტი მოსწავლე გადის. ატესტატის სასაღებად მოსწავლეები გამოცდას ელექტრონულად აბარებენ და შედეგებს მაშინვე იგებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდების ჩატარება საქართველოს მასშტაბით სავარაუდოდ 1.700.000 ლარი ჯდება. ბათუმის ყველა სკოლაში გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამოცდები, იმიტომ რომ საწინდარი იყო ჩემი მომავლისთვის, რომ გადავსულიყავი შემდეგ ეტაპზე, ეროვნულ გამოცდებს გულისხმობ, საკმაოდ დადებითი ნიშნები მივიღე, კმაყოფილი ვარ, ნერვიულობაც იყო, სიხარულიც იყო ყველაფერი და ეხლა ერთი გამოცდა კიდევ გადასალახი მაქვს და ნახოთ ყველაფერი კარგად იქნება. მიმდინარეობს კატის გამოცდები საჯარო სკოლებში და არა მხოლოდ საჯარო სკოლებში. დღეს არის გამოცდა ისტორიაში. ახლა მიმდინარეობს ეს გამოცდა უკვე ჩაბარდა უცხო ენასა და ქართულში გამოცდა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში. მოსწავლეები ავლენენ იმ წარმატებას დაახლოებით, რასაც ისინი მთელი წლის განმავლობაში ღებულობდნენ და ავლენდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს ეს გამოცდა. ოსმალთა 300 წლოვანი ბატონობისგან აჭარის განთავისუფლებისა და დედა სამშობლოსთან დაბრუნების აღსანიშნავი მემორიალის განთავსების მიზნით აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მემორიალი აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის ინიციატივით და სახალხო შემოწირულობებით 1 წლის წინ დამზადდა და თბილისის საკათედრო ტაძარში ეკურთხა. მის დასადგმელად სპეციალისტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ადგილი შეარჩიეს, თუმცა საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. მთელი საქართველო ელოდება ამ მემორიალის დადგმას, მაგრამ ქალაქის საკრებულოსაგან ჯერ ჩვენ არავითარი პასუხი არ მიგვიღია. ამიტომ დაგვრჩა მხოლოდ ერთადერთი საშუალება, რომ მივმართოთ პეტიციას. საკრებულოს ხელმძღვანელობის მიერ მიზან მიმართულად ხდება ამ მამულიშვილური საქმის შეფერხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე პანამის დროშით მცურავი მშრალ ტვირთმზიდი გემი დააკავა. ტრანსფერის კაპიტნის მიმართ საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. მას ჯარიმა 50,000 ლარის ოდენობით დაეკისრა. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე პანამის დროშით მცურავი გემი ტრანსფერი დააკავეს. ადმინისტრაციული საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობდა და გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ 50,000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. გემს თანხის გადახდის შემდეგ თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა. პოპულარულ და მილევად პროფესიებთან დაკავშირებით ბათუმის საზღვაო აკადემიის საწვრთნელ ცენტრში დისკუსია გაიმართა. შეხვედრას აკადემიის სტუდენტებთან ერთად აჭარის დასაქმების სააგენტოსა და საკრუინგო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით ბათუმში ყველაზე მოთხოვნადი ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობებია, ხოლო ქალაქი კადრების სიმცირეს ტექნიკურ დარგებში განიცდის. მილევადი პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით სახელმწიფო პროგრამით ბათუმში უფასო სწავლებაც არსებობს. დასაქმების სააგენტომ სტუდენტებს დროებითი საზაფხულო სამუშაოები შესთავაზა. შეხვედრა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ორგანიზებით გაიმართა. ინგლისური ფილოლოგია, ქართული ფილოლოგია, ტურიზმი, საფინანსო და ეკონომიკური საქმე, რომელიც არის პოპულარული სტუდენტებში და აბიტურიენტებში, ყველაზე მეტი კურსდამთავრებული ყავს, ხოლო ძირითადად მათ კურსდამთავრებულებიდან 60-70% საქმდება შესაბამისი პროფესიით. მიზანი იყო ძირითადი სურათი დაგვეხატა თუ რა ტენდენციებია შრომით ბაზარზე, რომელი პროფესიის სტუდენტები საქმდებიან უფრო ხშირად და მოთხოვნა რა არის დამსაქმებლის მხრიდან. რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაინც ტურიზმის სექტორი არის განვითარებული და მოთხოვნა განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, სექტემბრის ჩათვლით, არის ზუსტად ტურიზმის ხელშემწყობ პროფესიებზე, ეს იქნება სასტუმრო საქმე და შესაბამისად მთელი ის სერვისი, რომელიც ემსახურება სტუმრების მაღალკვალიფიციურ მიღება, დახვედრას და მათ გასტუმრებას. კადრები ნამდვილად ჭირს, იმიტომ რომ ადამიანს, რომელიც არის თვითნასწავლი და გონია რომ იცის მაღალკვალიფიციურად ესა თუ ის პროფესია ირკვევა ადგილზე მისვლით, ძალიან ხშირად რომ ეს არ იცის იმ დონეზე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნის დონეს აკმაყოფილებს. 2011 წლის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 75 წლის იუბილესად მიმიძღვნილი სასკოლო კონკურსების ფარგლებში ბათუმის ნომერ მეორე საჯარო სკოლაში უფროს კლასელებმა პოეტისა და მწერლის შემოქმედებიდან სხვადასხვა ეპიზოდები წარმოადგინეს. საიუბილეო ღონისძიების მიზანი აკაკი წერეთლის შემოქმედების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების გამოვლენა განვითარება. კონკურსი საქართველოს მასშტაბით 3 ეტაპად ტარდება. სასკოლო ტურების შედეგები დედაქალაქში რეგიონებიდან 29 მაისამდე გადაიგზავნება. საბოლოო გამარჯვებულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ თვეში გამოავლენს. წინა წლებში ვერ მივიღე მონაწილეობა, მაგრამ წელს მივეცა ძალიან დიდი შანსი და ვთვლი დიდ პატივისცემად იმას, რომ შევძელი გამომეჩინა ასე თქვა ჩემი ტალანტი და წარმოედგინა აკაკი წერეთლის ლექსის სიზმარი. როგორც თქვენ ხედავთ უკან ჩანს თავადი ქალბატონები, მეც ერთ-ერთი თავადი ვარ. კონკურსი მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში. იგი ეძღვნება აკაკი წერეთლის 175 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო დღეებს. მინდა გითხრათ, რომ აქტივობა მოსწავლეებისა ძალიან მაღალია. იმდენად რამდენადაც ასეთი ტიპის აქტივობები მათ ხიბლავთ, ისინი რუდუნებით, სიხარულით აქტიურად იყვნენ ჩართული ამ საკონკურსო პირობებში. წარმოდგენილი არის სცენები აკაკის ცხოვრებიდან და ეპიზოდები აკაკის ნაწარმოებებიდან. ცეკვა მხატვრობაში გამოფენა ამ სახელწოდებით ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. ექსპოზიციაზე ცნობილი მხატვრების საერთო შინაარსის 12 ტილო გამოიფინა. სტუდენტებმა ქაღალდითა და მაქმანებით შექმნილი რეტრო სტილის 5 კაბა წარმოადგინეს, რომელიც 100 წლის წინ იყო მოდური. გამოფენა ცეკვა მხატვრობაში მუზეუმის კვირეულის ფარგლებში მოეწყო და მას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. იდეა წამოვიდა იქედან, რომ გვინდოდა გადმოგვეცა 1995 წლის მოდის შესახებ. თემა არის რეტრო ბათუმი, სამოსებით ავსახეთ იმ დროის მოდა, რომელიც ჩამოჰქონდა ჩამოსულ სტუმრებს. მუზეუმში დღეს არის თემატური გამოფენა ცეკვა მხატვრობაში, რაც ეძღვნება მუზეუმთა საერთაშორისო დღის კი არა და კვირეულს. და გარდა ამისა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მოვიწვიეთ უბრალოდ
ამათაც თემა ჰქონდათ ძველი ბათუმის ჩაცმულობა და ატრიბუტიკა. განწყობა არის ძალიან კოლორისტული, რიტმული და სიცოცხლის სიმბოლო. ნორჩე კალამი ამ სახელწოდების კონკურსი ახალ ბედა პოეტების გამოსავლენად ჩატარდა. შესარჩევი ეტაპი მესამე თვეა, რაც მიმდინარეობს და გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლიდნენ. პოეზიის მოყვარულებს შორის შეჯიბრი მამულიშვილთა კავშირის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით გაიმართა და გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ. საგვარეულო კავშირი ამ ტიპის კონკურსების გამოცხადებას მომავალშიც გეგმავს. პოეზია ეს ჩვენთვის არის ხელოვნება, რომელიც ადამიანის შინაგანი სულიერებიდან უნდა მოდიოდეს და აი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პოეზიის აღქმა, პირველ რიგში იმ ადამიანს აუცილებლად შეუძლია ქვეყნის სიყვარული, არის ღირსეული პატრიოტი. ამ კონკურსმა და ჩემთვის პირველად ეს კონკურსი იყო იმის მომყარი, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გავიცანი და ასეთი კონკურსები თუ შემდგომში კიდე გაემართება, ძალიან კარგი იქნება ახალგაზრდა თაობაში, რომ აი ის ნიჭი აღმოაჩინონ, რომელიც აი ამ ადამიანებს გააჩნიათ. გამოაცხადეთ კონკურსი აჭარის მასშტაბით პოეზიაში. კონკურსის სახელწოდება არის ნორჩი კალამი. ჰქონდა 3 ნომინაცია, ინტერნეტ გამარჯვებული, ლექსის საკუთარი ავტორობით და ნომინაცია დეკლამატორი. გამოვავლინეთ 3 გამარჯვებული და დღეს გადავეცით პრიზები. ერთ გამარჯვებულს გადავეცით 200 ლარის ოდენობით პრიზი, ფულადი თანხა და საგვარეულო კავშირის დიპლომები და მინდა გითხრათ, რომ კონკურსის მიზანი გახლდათ ის, რომ აღმოაჩინოთ ახალი ნიჭი, ახალი უნარები და ახალგაზრდობაში არ ჩაიკრას ეროვნული ღირებულებები და ფასეულებები. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ სტუმართან ერთად დავუბრუნდებით. Liberty Bank-ი გთავაზობთ ყველაზე ხელსაყრელ და თქვენზე მორგებულ სესხებს. მიკროსესხი, აგროსესხი, მცირე სესხი და საკურორტო ბიზნეს სესხი. განავითარეთ თქვენი ბიზნესი ჩვენთან ერთად. Liberty Bank-ი ყველგან და ყველასთვის. სალომბარდე სესხები 2%-ად ჯარიმის გარეშე გადახდის უნიკალური გრაფიკით. გაიცანეთ ჩვენს პირობებსაც და გააკეთეთ გონივრული არჩევანი. ტაქსი იმედი გთავაზობთ დაკლებულ ტარიფებს. 1 კილომეტრი 60 თეთრი. ათვლა ნულიდან. ნასვამ მძღოლებს გთავაზობთ ავტომანქანის გადაყვანას. გამოცდილი მძღოლები უსაფრთხოდ გადაიყვანს თქვენ შვილებს. შესაძლებელია მშობლების გარეშეც. შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო მგზავრობის ბარათით. ტაქსი იმედი. გქონდეთ ჩვენი იმედი. Liberty Bank-ი გთავაზობთ სალომბარდე სესხს ყველაზე მაღალი შეფასებით და ყველაზე დაბალი საპროცენტო სარგებლით საქართველოში. ინფორმაციისთვის დარეკეთ 255 55 00. ელთ კომპანი ვალუტაში დანაზოგზე გთავაზობთ უპრეცედენტოდ მაღალ საპროცენტო სარგებელს 14%. მიიღე მეტი ვიდრე სხვაგან. დედიკოს და მამიკოს ქორწილში იყავი? კი. ოპერა რა არის? ოპერა არის ჯღავილი. გაგაბრაზა, ერთი მითხარ ვინ გაგაბრაზა შენე? ჩვენ თვითონ გაუვლასთ. იმზე თუ თხო შაღუროს. წერილი მომწერა. ვაიმე, რა იწერა წერილში, აბა მომიყევი. დედოფალს ვეძებ. რეკლამის შემდეგ სტუმართან ერთად გიბრუნდებით. სტუდიაში ჩვენთან იმყოფება ბათუმის დინამოს დირექტორი ოთარ ფედიჩკინი. მადლობთ მობრძანებისთვის და პირველ შეკითხვას დაგისვამთ სეზონთან დაკავშირებით. როგორი იყო სეზონი მთლიანობაში, როგორ შეაჯამებთ? მინდა პირველ რიგში მადლობა მოწვევისა და მინდა მივუღოთ ამ ტელევიზიას წარმატება ერთ-ერთი კარგი ტელევიზია არის ეს კიდე რეგიონში და წარმატება უსწრონ ტელევიზიას. შეეხება ჩემპიონატს ესეთი შედეგი ბათუმის დინამოს 7 წელი არ ქონია და ძალიან დიდი წარმატება ბათუმის დინამოსთვის, რეგიონისთვის. და პირველ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატერა ბათუმის დინამოს წელს.
ანუ დადებითად ფასდება სეზონი. გუნდი გავიდა ევროპის ლიგაზე. აი, ხომ არ იგეგმება გუნდის შემადგენლობის გაძლიერება და სად გაივლის შეკრებას ევროპის ლიგის თამაშის დაწყებამდე? ანუ ეხლა ამ დღეებში ჩვენ საბჭოთა შტაბთან დაუჯდებით და ყველა თემებს დეტალურად გავვლით, ანუ ვინ დატოვოს გუნდი, რომელი ფეხბურთელი უნდა მოვიდეს გუნდში და კლუბი სად გაივლის შეკრებას UEFA-ს თამაშის წინ. ანუ ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ არის საბოლოოდ. ანუ ეს დაუჯდეთ და დავყვა დეტალურად გავიაროთ რა სად როგორ. უახლოეს მომავალში მოხდება. კი, ამ დღეებში შევიკრიბებით რამოდენიმე დღის განმავლობაში და ამ ყველა დეტალურად ვისაუბროთ ყველაფერს ერთად. და ამ ეტაპზე რამდენი არის გუნდის კლუბის ბიუჯეტი და არის თუ არა ვთქვათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაპირება გაზრდის თაობაზე და რამდენად ყოფნის ეს რაც არის დაფინანსება კლუბს? ჩვენ 1.3 გვაქვს ბიუჯეტი. რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის გუნდი რომ შეინახო დაახოთ 400.000 ბავშვთა ფეხბურთში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში ხარჯავ ჩვენ 500-მდე ბავშვი ყავს. რა ვიცი, დღევანდელი ხელისუფლება მე მინდა ვთქვა რომ ყველანაირად ხელს გვიწყოს ფეხბურთის განვითარებაში და მე ვფიქრობ ესეთი დახმარება 10 წლის განმავლობაში ფეხბურთს არ ქონია აჭარაში. არა მარტო ბათუმის დინამოს ჩვენ ყავს ქედის ბეთლემი, მაჭახელა, გობულეტი შუქურა და ბათუმის დინამო. ანუ ამ 4 გუნდს არანაირი პრობლემა არ არის, რომ გამოვიდეს ითამაშოს ჩემპიონატში. ანუ ყველანაირად გვეხმარება ქალაქ ბათუმის მერია. ხელს გვიწყოს ფეხბურთის განვითარებაში. ანუ ამ ეტაპზე საუბარი ვთქვათ დაფინანსების მომატებასთან დაკავშირებით. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა UEFA-დან მივიღებთ უკვე გარკვეულ თანხას, UEFA-დან დაგვერიცხება. კიდე ფედერაციიდანაც უნდა მივიღოთ თანხები და ანუ ეტაპობრივად ეს ღმერთის წყალობით კიდე ჩვენ გადავართ შემდეგ ეტაპზე, კიდევ უკვე კიდე წამოვა UEFA-დან დახმარება და ამას გავანაწილებთ ანუ გუნდში. და შეკითხვა მინდა დაგისვათ ასევე ქობულეთში ქუთაისის ტორპედოსთან წაგების ფაქტი, როდესაც მსაჯები დაადანაშაულეთ მიკერძოებაში. აი თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ რა მოხდა რეალურად. მართლაც რა იყო თქვენი უკმაყოფილების მიზეზი, რატომ მოხდა მათი დადანაშაულება? ძალიან ესეთი მსაჯობა მართლაც დამუჯელი მოძ ვიყავი იყო მსაჯობა ძალიან ცუდი მსაჯობა რომ ესეთი მიკერძოებული მსაჯობა რაგდათ არ მინახე დიდი ხანია და მან გამოიწვია გულშემატკივრების გაღიზიანება და მაგ შემდეგ მოხდა უკვე რამოდენიმე გულშემატკივრებს შემოჭრა მოედანზე და აუ მე ვფიქრობ უკვე აღარ იქნება ესეთი რაღაცეები და ესეთი სიბინძური რასაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება მსაჯები არის თუ ეს ადამიანი ტოტალიზატორი და მოსული ანუ ჩვენ მივძვით რომ სისუფთავე იყოს ფეხბურთში და ჩვენ იმით მოვედით რომ ესეთი სიბინძურეს მხარი არ დაუჭირო და ჩვენ გავდივართ სათამაშოდ, მოვიგეთ, წამოვართ, ანუ ჩვენ სხვა ხერხებს არ მიმართავთ დახმარებას. და აი რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას დარწმუნებული ხართ ხომ საჭები იყვნენ მიკერძოებულები? რა არგუმენტი გაქვთ ამისთვის? ანუ არგუმენტები ახლა უბრალოდ ესე მე ხელს ვერ დავადებ რომ შენ ხარ და შენ მიქენი ესე და ესე. ანუ ფაქტები რაღაც ეჭვების დონეზე არის ხო ახლა ლაპარაკი ფეხბურთში რაღაც ეს არის ერთმანეთის ლაპარაკებია იმან ეს ექნა და გამოვიდო თქვი რომ გვერდზვიან ბათუმის დინამოს და საჯები ესეც ჩანდა უკვე ესეთი რაღაცეები და ხელს ვერ დავადებ რაღაცეები. და იგივე თემასთან დაკავშირებით შემდეგ გულშემატკივრების გამოსვლა, გამოვარდნა ორზაური. ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა სტადიონს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა და გუნდს ფინანსური ჯარიმაც დააკისრაო. აი ამ გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ თქვენ? აუ მე ვფიქრობ რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა მეიღოთ სადისციპლინო კომიტეტს, იმიტომ რომ რატომ? იმიტომ რომ ფეხბურთი დაბრუნდა აჭარაში და ეს ყველასთვის სასიხარულო უნდა იყოს და ხო ყველა თამაშის ახლა 3500 ადამიანი რომ მოვა, ხელი უნდა შეუწყო, ჩვენ ადრე პირველ ლიგაში შევიყავით, ხალხი ძალით მიყვავდა და ავტობუსებს ვიყავდა, ოღონდ თამაშებზე წამოსული იყო და ახლა ხალხს აღარ უნდა გქონდეს, თვითონ შემოწიალა ხალხი და თვითონ დაიწყო მოედანზე მოსვლა და
ეხლა მთელი აჭარა თბილისის დინამოს და ბათუმის დინამოს თამაში ელოდებოდა და იქ რო ეტყვი რომ ხალხი არ მოხვდეს საშინელება არის სახალხოზე იმის ჩაშლა არის რა მე ვფიქრობდა ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო სადისცილო კომიტეტმა რა ანუ თქვენ უარყოფითად აფასებთ და ზოგადი შეკითხვა მინდა დაგისვათ თქვენეული ხედვა როგორია დღეს ქართული ფეხბურთი რა პრობლემებს ხედავთ და როგორ უნდა გადაიჭრას ის რაც თქვათ პრობლემების სახით არსებობს ქართულ ფეხბურთში ქართულ ფეხბურთში პირველ რიგში გამოსასწორებელია ინფრასტრუქტურა ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიიქცეს ბავშვთა ფეხბურთი უნდა განვითარდეს ბავშვთა ფეხბურთში უნდა ჩაიდოს სახელმწიფოდან და ხა უნდა იქნას ინვესტორები მოზიდული აუ დიდი დახმარება ეს ესე ვთქვათ ძვირიანი სპორტი არის ფეხბურთი მაგრამ ყველას უყვარს ფეხბურთი და დახმარება უნდა ფეხბურთს რა ესე ვთქვათ თანხები და სტორი მენეჯმენტი უნდა იყოს რაც თავარია და სისუფთავე უნდა იყოს და არ უნდა ქონდეს ის ადამიანებს საჯი ვიყიდო და ის მოვისყიდო ლამაზად ესეთ უნდა იშრომო და შედეგიც იქნება და რას უსურვებთ ქართულ ფეხბურთს და აი თქვენი კლუბის სამომავლო უახლოესი მომავალის გეგმები როგორია? ქართულ ფეხბურთს ის უსურვო რომ პირველ რიგში სისუფთავე ყოფილიყოს. ეს არის ჩვენი მიზანი რომ დღეს როგორც ბათუმის დინამო არის და კიდე რამოდენიმე საკლუბები არის ესე სისუფთავით გამოვიდნენ სისუფთავე უნდა იყოს და ის ტოტალიზატორები უნდა მოისპოს პირველ რიგში. ანუ სიბინძური ამ წუთას. რა თქმა უნდა. ეს საშინელება. რა ვიცი, წარმატება კიდევ ერთხელ ბათუმის დინამოს, ბათუმის გულშემატკივრებს და ჩვენ ბაზაც აგვიშენდება, სტადიონიც გვექნება და ის წარმატებები კიდე დაუბრუნდება ბათუმის დინამოს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ ევროსარბიელზე. მე კი ჩვენს მაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო დინამოს დირექტორი ოთარ ფედიჩკინი. განვაგრძობთ გამოშვებას ჩვენს ეთერში. ახლა რუბრიკა ბათუმელის დრო ანახეთ ინტერვიუ ზურაბ ცინცკილაძესთან. ბატონო ზურაბ, რას ნიშნავს თქვენთვის ბათუმი, ბათუმელობა, ბათუმური და ასე შემდეგ? არ არის ერთ მარტივი კითხვა. ჩემთვის ბათუმი არის იგივე უცნაურს გეტყვით ახლა რაც თელავი, ყვარელი, თბილისი, ქუთაისი, ფოთი, სოხუმი. იგივეა ჩემთვის ბათუმი. ზუგდიდში გახდით ერთი კვირის, ორი კვირის წინ ქართულ მწერალთან გადაუხადეს დაბადების დღე იქა საიუბილეოდ გურამ დოჩანაშვილთან ერთად. იქ იმ სასახლეში, იმ მიდამოს, რასაც უყურებ, იმ დიდ ბუნებოვანობაში იქაური ხალხისა, დადიანებისა. მე ვიგრძენი, რომ ეს იყო ნამდვილი ძირი და ფუძე ჩემი ეროვნებისა. სადაც ღრმად ეროვნულია, აი ის იწევს ჩემში ის მიზიდავს. ითვლება რომ მე ვარ აქაური. მე ვარ აქაური. ეს ფართო გაგებითა, მე სადაც შავდივარ, ვარ იქაური. მეგდით? მე ვარ ძირითადად ჩემი სამშობლო, სადაც ბაბუა, იმის მამა ცხოვრობდა, იმას ერქვა ორთაბათუმი. აქ მოვხედავ აგე ცათამბჯენებს, თვალსაც კი ვერ ვაწვდენ. რაღაც გაურკვეველ ფორმის შენობებს და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ რომ ვჯდებოდით თქვენმა ოპერატორმა, ცნობილმა, ძალიან კარგმა, ჯობიაო რომ აქეთ დაბრძანდითო, რომ აქეთ ბათუმი უფრო იგრძნობაო. და რატო იგრძნობა? იმიტომ რომ აქ დგას ბათუმი რომ დაარსდა იმ დროინდელი 3 ხე დგას. და ასე შემდეგ, აგერ აქვე. სადაც ვზივართ. სწორედაც აქ მიყვარს დაჯდომა ზაფხულობით. გვაგრძნობ იმ ძველს, იმ ეროვნულს ჩემსაც, იმ გვაროვნულს და ასე შემდეგ. ასე რომ კარგია და მიზიდავს იქ, სადაც ჩემი მიწის სიყვარული გააჩნიათ, ჩემი ენის სიყვარული გააჩნიათ
და სადაც თვლი რომ გრძნობ რომ ის ჩემი სამშობლოა როგორც ისტორიული ისე დღევანდელი. ბატონო ზურაბ, რა შეცვლიდით არსებულ ბათუმში, როგორი იყო ბათუმი და როგორია ახლა ის? მე რამდენიმე მაგალითს წავაწყდი აქ ამ ბოლო დროს, რომელიც მართლაც რო ძალიან ემოციურია და აი ცრემლებამდეც კი მივყევარ ესეთ ნამდვილ ურთიერთობებს. როცა ორი მეგობარი დგას და ის ფიქრობს ამაზე და ეს იმაზე. იმიტომ რომ არაერთხელ მithქვამს ქართული თვისება, იბერიელ კავკასიელთა თვისება, გიორგიანელთა თვისება იცი რა არის? ვეფხისტყაოსანში ავთანდილი ბრძანებს მას რა ვარგო კმარის ესე ჩემად დავლად. ესე იგი როცა ამას ვხედავ, სადაც არ უნდა იყო, რომ ერთი ფიქრობს მეორეზე და ის მეორე პირველზე, აი ეს არის სწორედ ის რასაც ვეძებ. ჩამოდის სტუმარი, რასაკვირველია მას პატივს სცემენ, იმიტომ რომ ეს სისხლში გვაქვს თვითონს სტუმარი ღვთისა აჭარაში, ზემო აჭარაში, რასაც აჭარა ქვია ნამდვილად, იქ სახლს რომ აშენებდნენ, სტუმრის ოთახს ცალკე კიბით და ცალკე აშენებდნენ. და ხაზგასმულია ის, რომ სტუმარი ღვთისაა. ეს არ არის ჰაერში დაკიდებული ესეთი ფრაზა, რომ აი სწორედ პირდაპირი გაგებით სტუმარ შეეძლო გზად მიმავალს მისულიყო ნებისმიერ სახლში დროს მნიშვნელობა არ ქონდა იმ ცალკე კიბით იმან იცოდა რომ აქ არის სტუმრის ოდა სტუმრის ოთახი სადაც შევიდოდა და ხვდებოდა საწოლი და ხვდებოდა აჭარაში არის ესეთი თუ იცით თქვენ და ბევრმა არ იცის, ეგეთი საკვები არის, რომელსაც დაალბობ და რბილდება ისე ყურუთი ქვია, რძის ნაწარმია, ძალიან ყუათიანი. აი ეს დაბწნილი ყველიც რომ არის გამხმარი, რომელიც მინდა გითხრათ რომ აჭარაში იციან განსაკუთრებულად, რომელიც დიდხანს ძლებს და ეს მჭადი, რომელიც ძალიან სქელია, ცხება კეცში და მას აქვს ძალიან სქელი ქერქი. ის მჭადი ერთი კვირა რო გატეხო ერთი კვირის მჭადის შიგნით თითქმის თბილია გული. მიხდი ეს რატო იყო ტრადიციულად იცით? ეს არის სტუმრისთვის. ისინი ამას როგორც სანთელს ანთებს ეკლესიაში მორწმუნე მართლმადიდებელი. ასევე ის ამ რიტუალით რომ სტუმარს ჭადს უცხობდა და თუ მეორე დილით დიასახლისი ან ოჯახის პატრონი შევიდოდა და ნახავდა მასთან სტუმარი იყო, ღმერთს მადლობა შესწირავდა, მიახარებდა თავის ოჯახს, რომ ჩვენთან სტუმარი იყო ღმერთმა კაცი გამოგვიგზავნა. მაგრამ გამოხდა ხანი და აჭარა ზონად იქცა, ჩაიკეტა. ეგრეთ წოდებული ვამბობ დედა სამშობლოსთან შეერთების შემდეგ ესე იგი რუსეთის იმპერიასთან შეერთდა თუ არა, აჭარა იქცა ზონად. გაკეთდა შლაგბაუმები და იქ თითოეული სტუმარი უცხო კი არა, ნაცნობიც კი დაუკითხავად თუ შევიდოდა, მობრძანდის თქმა დაავიწყეს აჭარლებს. მობრძანდი არ შეიძლებოდა, უცხოსთვის გაღიმება არ შეიძლებოდა. ჭადის გატეხვა კი არა და საჭმლის შველა. შენ აუცილებლად უნდა მიგემართა შესაბამისი ორგანოებისთვის მე გზად მიმავალი უცხო კაცი დავინახე. ბატონო ზურაბ, რას უსურვებთ ბათუმს მომავალში? აქ სადაც ვზივარ შესანიშნავი ადგილია ესა უძველესი, მინდა გითხრათ. პირველად დარგული ხეები არის აქ ჩვენს ირგვლივ ახლა რომ მოიხედო. სუპირველად ეს რომ დაფუძნდა ეს ბულვარი და ძალიან უხარიათ, როცა ბევრი სტუმარი ჩამოდის განსაკუთრებით ბულვარში და აი ამ ადგილასაც კი. აქ ჩემი მეგობარია, ჩემი თანასოფლელი რაულ ჩავლეიშვილი, რომელსაც ვზივარ და ასე ინტერვიუ იქნება თუ ვინმესთან შეხვედრა, აქ მართავ და ის დიდი სიხარულით იმასპინძლდება სწორედ იმ ბათუმური ყავით, რასაც ბათუმური აი ის სურნელი აქვს, მე მახსოვს ბავშვობის დროინდელი
სადღაც იქ სანაპიროზე რომ სვავდნენ მაშინ ყავა საქართველოში არ იცოდნენ და არ სვავდნენ თბილისიდან რომ ჩამოვედით სტუდენტები ბებიაჩემ ყავა მოგვიხარშა რა არის ესაო გაუკვირდა ჩემს თანაკურსელებს თბილისელებს ასე რომ ამის კულტურა მადლობა ღმერთს არის დღეს და ვუსურებ ბათუმს რომ იცი რა არის ძალიან გაეხარდებათ აქაურებს ადგილობრივებს რომ ჩამოვიდეს სტუმარი ქვია მაგას ტურისტი მეტი უსურვებდი რომ აქაურები იყვნენ უფრო ხალისიანები და ნუ ეშინიათ რა იქნება კითხულობთ რატო ამბობენ საშველს სხვისგან ელია ჩვენ არავისგან საშველს არ უნდა ველოდეს გარდა ღვთისა ღმერთი და შენ უკვე მდიდარი ხარ ეს იყო კვირის ამბები და მე მისი წამყვანი ია გოლიაძე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით მადლობთ რომ ვიყურეთ